სამცხე-ჯავახეთის პრობაციის ბიურო დღეს ოფიციალურად გაიხსნა. სასჯელ აღსრულების პრობაციისა და იურიდიული დახმარების მინისტრი ახალციხესესტუმრა და თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი კაბინები დაათვალიერა. სოზარ სუბარი პრობაციონერებსაც შეხვდა და ქართული ენის შემსწავლელ კურსებს დაესწრო. ახალი დანადგარები და თანამედროვე აღჭურვილობა რესოციალიზაციისაკენ მიმართული ნაბიჯია იმისათვის, რომ მეტი კონტაქტი ჰქონდეთ ადამიანებს საკუთარ ოჯახის წევრებთან, განაცხადა მინისტრმა მედიასთან საუბარში. სამუშაო პირობები თქვენ ნახეთ არის გაცილებით უკეთესი, რომ დრო შევადაროთ ამავე შენობაში ბოლო სართულზე 30 კვადრატულ მეტრში იყო განლაგებული მთელი ოფისი და თავის დროზე 1400 პრობაციონერი იყო. ესეც გარკვეულწილად რესოციალიზაციისკენ მიმართული ნაბიჯია, რომ მეტი კონტაქტი ჰქონდეთ ადამიანებს თავის ოჯახის წევრებთან. ახალციხეში ახლად გახსნილი პრობაციის ბიურო მოწყობილია სარეგისტრაციო და ინდივიდუალური გასაუბრებების ოთახებით, თანამშრომელთა და ფსიქოლოგთა კაბინებით. შენობაში შესაძლებელია ვიდეო პაემნების გამართვა, რომლის საშუალებითაც სასჯელ აღსრულების დაწესებულებებში მყოფ მსჯავრდებულებს ოჯახის წევრებთან ვიზუალური და ხმოვანი კონტაქტი ექნებათ. სამცხე-ჯავახეთის პრობაციის ბიუროს უფროსის სერგო გელაშვილის განმარტებით, ახალმა ოფისმა უფრო მეტი ფუნქცია შეეძინა, ვიდრე ჰქონდა. ახალი ოფისი გაკეთდა, გარემონტდა, აღიჭურვა და ატარებს უფრო სხვა ფუნქციას, ვიდრე კონტროლის განხორციელება, არის სასწავლო ცენტრი, დანერგილია ახალი სერვისი ვიდეო პაემნით. როგორც სასჯელ აღსრულების პრობაციისა და იურიდიული დახმარების მინისტრი ამბობს, სამინისტრო აქტიურად თანამშრომლობს არასამთავრობო ორგანიზაციებთან. ამის ერთ-ერთი მაგალითი სამცხე-ჯავახეთის ასოციაცია ტოლერანტია, რომელიც პროექტს რესოციალიზაცია ახორციელებს, რომლის ფარგლებშიც პედაგოგები კვირაში 2 დღე არაქართულენოვან პრობაციონერებს ქართული ენის შესწავლასა და სხვადასხვა ჩვევების, მათ შორის ოფიციალური დოკუმენტების მომზადებას ასწავლიან. პედაგოგის ნინო ზუმბაძის თქმით, ახალგაზრდები აღნიშნულით დაინტერესებულნი არიან. კვირაში 2 ჯერ ტარდება არაქართულენოვანი ადამიანებისთვის, ხოლო ის ადამიანები, ვინც დაინტერესებულები არიან, რომ ისწავლონ სამუშაო ქაღალდები შექმნა და როგორ მოიძიონ სამსახური, აი იმ ადამიანებთან უკვე ჩვენ კვირაში ერთხელ ვატარებთ. დიახ, დაინტერესება, მინდა გითხრათ, სახელმწიფო ენისადმი არის დაინტერესება, აქვს დიდი სურვილი და მონდომებლებიც არიან. პრობაციის ბიურო სამცხე-ჯავახეთში დაახლოებით 10 წელია ფუნქციონირებს. ბიუროში ამ დროისათვის 500-მდე პრობაციონერი იხდის პირობით მსჯავრს. თანამედროვე ტექნოლოგიით აღჭურვილი ოფისი ახალციხის ჩათვლით საქართველოს 7 ქალაქში გაიხსნა. სასჯელ აღსრულების პრობაციისა და იურიდიული დახმარების სამინისტროს მიერ წლის ბოლომდე კიდევ 2 ოფისის გახსნა იგეგმება.